სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ეგნატე ბრანჩანინოვისა. სოფლად სულიერად ცხოვრების წესი. ეს ნაცვლად სახარების განმარტებისა შევარჩიე ეს მოკლე სიტყვა წმინდა ეგნატე ბრანჩანინოვის, რომელიც აღწერს ერთი ჩვეულებრივი ქრისტიანის ცხოვრების დღეს, თუ როგორი უნდა იყოს ის. შევარჩიე ეს წერილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ავიხსენოთ, თუ როგორები უნდა ვიყოთ. გადავავლოთ თვალი, ყურადღებით მოვისმინოთ და მერე ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა სახლში წასულებმა შევადაროთ ჩვენი ცხოვრება არის თუ არა ასეთი და თუ რამე შესასწორებელია, გამოსასწორებელია, შევეცადოთ რომ გამოვასწოროთ. ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება. უმისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება. არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდაუნებურად სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს. და ეს შიში ღმრთისას ძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა ბრძნობას. მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა, როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს. ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აწყობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას. სისხლის დუღილი კი ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო უამრავ გულის სიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას, ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნება სურს, წმინდა მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ. სულ ორიოდე წამის შევჩერდეთ. აი რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა განსაკუთრებით ჭამაში. ნახეთ როგორ იწყებს სიტყვას წმინდა მღვდელმთავარი, რომ ვისაც სულის ცხონება უნდა, მან ყურადღებით ცხოვრება უნდა ისწავლოს. ანუ ის გაფანტული არ უნდა იყოს თავის ცხოვრებაში. მას უნდა შეეძლოს საკუთარი აზრების თავმოყრა საკუთარი ცხონების საქმეში. და აფემერი აგრძელებს, თუ ეს გინდა, ამისათვის აუცილებელია მუდმივი ზომიერი თავშეკავება საკვებში. ეს წესი თითქოს ძალიან თალსახაა, მარტივია, ყველა ქრისტიანმა იცის. გამწყებმა ქრისტიანმაც კი იცის ამ წესის შესახებ, რომ გადამეტებული ჭამა პირდაპირ შეიძლება ითქვას ანგრევს ქრისტიანის სულიერ ცხოვრებას. მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მეტად სწორედ ამ წესს უგულებელყოფს თითქმის ყველა ქრისტიანი. თუ ბუნებრივად უბრალოდ ღვთისგან არა აქვს ისეთი, ესე ვთქვათ, მადა რომ დიდი ჭამა არ უყვარს, თითქმის ყველა ადამიანი ამ წესს უგულებელყოფს. არა და პირდაპირ გვეუბნება მღვდელმთავარი, რომ ამის გარეშე ყურადღებით ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ახლა დავფიქრდეთ და ვთქვათ, ვართ ესე თუ არ ვართ? ვართ მუდმივ თავშეკავებაში ზომიერ ხაზგასმით ვამბობ. თავშეკავებაში საკვებისგან თუ როგორც წესი ხშირად განცხრომას მივეცემით ხოლმე საკვებში. და თუ ესე არის, თუ მეორე წესით ვცხოვრობთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რომ როცა ის დროს ვთქვათ, ჩვენი აზრები
მიმოიფანტება ხოლმე თელ სამყაროში და ძალიან გვიჭირს რომ მოუყაროთ, ესე ვთქვათ, ჩვენს აზრებს თავი ლოცვაში. ეს ნუ გაგვიკვირდება. ნუ გაგვიკვირდება რომ ქრისტე ძალიან იშვიათად გაგვახსენდება ხოლმე დღის განმავლობაში. განვავრცოთ. გაღვიძებისას კუდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის, აზრი ღმერთისკენ მიმართა. მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერაც არ შეხებია. ჩუმად ძალიან ბრთხილად გააკეთე ყველაფერი, რაც ახლად გამოღვიძებულ სხეულს სჭირდება. მერე კი შენი პირადი ლოცვის კანონი შეასრულე. ოღონდ იმდენად ლოცვების რაოდენობაზე, ნუ კი იფიქრებ რამდენადაც ხარისხზე. ეცადე ყურადღებით ილოცო. ყურადღების შედეგად კი გული ლმობიერებითა და ნუგეში სემით გაცოცხლდება. ლოცვის კანონის შემდეგ ახალი აღთქმა იკითხე. განსაკუთრებით კი სახარება. ისევ და ისევ ყურადღების თანხლებ. კითხვისას ეცადე კარგად შენიშნო ქრისტეს ყველა მცნება და დარიგება, რათა შენი საქმეების ხილულის თუ უხილავის მათ მიხედვით წარმართვა შეძლო. ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმინდა წერილის ზედმეტი კითხვით. თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომაქს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზრდელის გადამეტებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზღს ყოველგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი და ბოლოს მოწყინებას, ახალბედებს და ბოლოს მოწყინებას. ახალბედებს წმინდა მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა. პავლე მოციქულის ეს სიტყვებიც სწორედ მათ ეხებათ, ვინც ქრისტიანულ სრულყოფილებას მიაღწია. ვნებავს უკვე ლოცვაი მამათაი ყოველსა ადგილსა, აპყრობად წმინდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის რახვისა. ანუ ლოცვა ყოველგვარი ვნებების ან გონების მიმოტაცების გარეშე. ის რაც დასრული ადამიანისთვის ჩვეულებრივი რამ არის, ხმაწვილ კაცისთვის ჯერაც უჩვეულოა. როდესაც ადამიანი ლოცვისა და წმინდა წერილის კითხვის მეშვეობით ქრისტეს ნათელით გაბრწყინდება, მერე უკვე შეუძლია თავის ყოველდღიურ საქმეებს მიაშუროს. ოღონდ ყურადღებით უნდა ადენოს თვალი, რომ ყოველ მის სიტყვასა და ქცევაში, მთელ მის არსებაში მეფობდეს და მოქმედებდეს ყოვლა წმინდა ნება ღმრთისა, რომელიც ადამიანებს გაგვიმჟღავნებს და განგვიმარტებს სახარების მცნებებით. თუ დღის მანძილზე თავისუფალი დრო გამოგიჩნდა, იგი ზოგიერთი გამორჩეული ლოცვის ან წმინდა წერილის გამორჩეული ადგილის ყურადღებით კითხვისათვის გამოიყენა. ამით განიმტკიცებს სულიერ ძალებს, რომლებსაც ამ ქვეყნიური საზრუნავის შუაგულში ყოფნა ძალიან ასუსტებს. თუ ასეთი ძვირფასი წუთების გამონახვას ვერ მოახერხებ, დაგენანოს, როგორც რაღაც განძის დაკარგვას ნანობ ხოლმე. თუმცა რაც დღეს დაკარგე, ხვალ ნუღარ გაიმეორე. ჩვენი გული ადვილად ეძლევა დახსნილებასა და დავიწყებას. მათგან კი ჩნდება პირქუში უმეცრება. ესოდენ დამღუპელი მდგომარეობა ღმერთის საქმეში, სულის ცხონების საქმეში. თუ კი რაიმე ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ, სიტყვით თუ საქმით, მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანული დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვია. დიდხანს ნუ დაყრუნდები ამ გზის მიღმა. ცოდვილ გულის სიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმინდა პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი და ვითარ ვნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა. ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას ყოველგვარ ოცნებებს. რამ იმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმოტაცება, ჭეშმარიტებისაგან შორს, არარსებულ და განუხორციელებელ მოჩვენებათა სამყაროში. გონებას რომ ატყუებენ და ეფერებიან. ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა.
გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება. ამადგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება. საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები, ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი, გადახედე შენ საქმეებს განვლი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების მეშვეობით ქრება დავიწყება. ესოდენ ჩვეულებრივი რამ გაფანტული ადამიანისათვის. ამგვარად, გაიხსენე ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინეს სიტყვით, საქმით თუ გულისხმის ყოფით და შეინანე ისინი ღმერთის წინაშე, იმ პირობით, რომ ეცდები გამოსწორდე. შემდეგ პირადი ლოცვის კანონი შეასრულე და ღმერთზე ფიქრით დაამთავრე დღე, რომელიც ასევე დაიწყე. სად მიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გრძნობა, რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არც ცოცხლობს, თითქოს მკვდარია. ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორიც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს უმძიმეს ამ ქვეყნიურ საფიქრას და საწუხარს, თავისი საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი, თუ კი იგი ძილისაგან იღვიძებს, მას უსათუოდ აღსდგება მკვდრეთითაც. ხომ თქვა აგათონ დიდმა, შეუძლებელია სათნოებათა მოხვეჭა, თუ საკუთარ სულს ფხიზლად არ ვუდარაჯებთ. ამინ. ვერთმა შეგვაძლებინოს ეს დარიგება მივიღოთ წმინდა მღვდელმთავრის და ყურადღებით ვადევნოთ თვალყური ჩვენს ცხოვრებას. ამაზე არის დამოკიდებული ჩვენი ცხონება, როგორც წმინდა მღვდელმთავარმა ეგნატემ გვითხრა. თითოეული ჩვენთაგანი უწუხართ ხოლმე აღსარების დროს ჩვენს მოძღვართან როცა მივდივართ გონგაფანტულობის გამო ლოცვის დროს. აი ეს გონგაფანტულობა ლოცვის დროს არის ჩვენი ცხოვრების გამო. ჩვენ გვაქვს ესეთი ჩვეულება, რომ უпростоრედ ესე გვინდა, რომ ლოცვის დროს მთლიანად ღმერთზე ვიყოთ კონცენტრირებული, მერე დავივიწყოთ ღმერთი, მთელი დღე გავატაროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და მერე საღამოთი ისევ, როცა ლოცვის დრო დადგება, ისევ გვაქვს სურვილი, რომ გონგაუმფანტავი ლოცვა მოვიკრიბოთ და ისე ვილოცოთ ღვთის მიმართ. ესე არ ხდება. ადამიანი თუ მთელი თავისი ცხოვრებით არ ცხოვრობს ღმერთში, ისე ვერც ლოცვას ვერ შეძლებს გონგაუმფანტავს. ნახეთ, როგორი სიტყვები თქვა წმინდა მღვდელმთავარმა. სულ რამოდენიმე სიტყვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. დილასო რომ გაიღვიძებო, ძალიან ფრთხილად და ჩუმად, თითქოს გასაკვირი სიტყვები არის. ფრთხილად და ჩუმად გააკეთე ყველაფერი ის, რაც ახალ გაღვიძებულ სხეულს სჭირდება დილით. ანუ რას გვეუბნება, ნახეთ წმინდა მღვდელმთავარი, რომ ხომ გაიღვიძე და სანამ ლოცვაზე მიხვალ, მანამდე ხომ არის რაღაც ჰიგიენური წესები შესასრულებელი, რომ ადამიანი მოწესრიგდეს, წამოდგეს. ამ წესებზე გვეუბნება ფრთხილად და ჩუმად გააკეთე. რას ნიშნავს ეს? ანუ შეეცადე, რომ აი დილას ხო ადექიო, გონება როგორც კი გაიღვიძებს ღმერთი ადიდეო გითხრა, ხო? აი მერეო ფრთხილად იყავიო, რომ ეს გრძნობა არ დაკარგო. ეს გრძნობა გონებაში შეინარჩუნე და რაც სხეულს სჭირდება, ახალ გამოღვიძებულ სხეულს, ეს ყველაფერი ისე გააკეთე, რომ აი ეს გრძნობა თავში გქონდეს, რაიმეთი რომ არ გაიტაცოს. ეშმაკმა შენი გონება, ვინმე ლოცვაზე დადგება. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა ყურადღება არის საჭირო. აი როგორები იყვნენ ჩვენი წმინდა მამები, რომ დილას რომ ადგებოდნენ, პირის დაბანა, იქაც ფრთხილობდნენ. ისე იქცეოდნენ, რომ არ გაეფანტა გონება რამეზე. ჩვენ კი სამწუხაროდ როგორ ვაკეთებთ ძალიან ხშირად, ხო? დილას ავდგებით, საქმეებს მოვილებთ, ვთქვათ, სადილ საუზმეს გავაკეთებთ, ბავშვებს სკოლაში გავუშვებთ, 1000 რამეს ინტერნეტში შევალთ, ხო? მუსიკას ჩავრთავთ. ამ ყველაფერს მოვილებთ და მე შემოვალთ და დავდგებით ლოცვაზე და გონია რატომღაც რომ ყურადღებით ვილოცებთ. ეს ხო ესე არ იქნება.
წმინდა წერილიო, ნახეთ რა კარგად თან რაოდენობაზე არის ფიქროთ, როგორ შევასგვაძლევს წმინდა მღვდელმთავარი. სამწუხაროდ ამას რომ მოისმენენ ხოლმე უმრავლესობა ადამიანებისა, ლოცვებს ამცირებენ, მაგრამ ზუსტად ისეთივე უყურადღებოდ კითხულობენ, როგორც ბევრს კითხულობენ. ამას არ გვირჩევს წმინდა მღვდელმთავარი. ის გვეუბნება, რომ იმაზე კი მივიფიქრებ, რომ თქვათ გასაქცევი ხარ სკოლაში თუ სამსახურში და ამიტომ სწრაფად წაიკითხე ის რაც ასაკითხია. თუ რაღაცა მოხდა და ვერ ასწრებ სულად ჯობია, იმდენი წაიკითხო, რამდენსაც მოასწრებ, მაგრამ ყურადღებით. მთელი შენი ყურადღებით, იმიტომ რომ იქ არის ნება ღვთისა გაცხადებული შენთვის, რომელიცო მერე მთელი დღის განმავლობაში შენი თანამდევი უნდა იყოს. ნახეთ რას გვეუბნება, რომ მთელი დღე ლოცვის მერე რომ გახვალ და შენ საქმეებს აკეთებ, მთელი დღე გონებაში ღვთისმცნება უნდა გქონდეს, რომ საქმითაც და ფიქრითაც ასრულებდე მას. გამოგიჩნდა პატარა დრო, გამოიყენე ის სახარების დასაკითხათო, ლოცვის პატარა რამე დამახსოვრებული ლოცვის სათქმელათო და თუ მოხდა ისე რომ ესეთი დრო არ გამოგიჩნდაო, ჩათვალეო ისო, როგორცო აი განძირო დაგეკარგოსო, აი ისე იდარდე ამაზე. ეხლა რომელი ვაკეთებთ ეს? სამწუხაროდ ხო არც ერთი არც გვახსენდება. ის განმავლობაში თუ რაიმე თავისუფალი დრო გამოჩნდა, როგორც წესი ხო მოდით ვაღიაროთ ამაო საუბარში, ისევ იგივე ინტერნეტში 1000 ამაო სანახაობის ყურებაში ვატარებთ. აი ვაღიაროთ ხო ესე? და ხომ არ ჩაგვითვლია ის რომ რაღაცა დავკარგეთ ეხლა ეს დრო რომ ესე არადა უფალი ხო გვაფრთხილებს რომ თითეული ამაო სიტყვისათვის პასუხი მოგვეთხოვება. კარგი სიტყვა რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს. შევეცადოთ რომ აი დღეს მოსმენილი ჩვენი სიტყვა წმინდა მღვდელმთავრის შევადაროთ ჩვენ ცხოვრებას და როგორც თავში თქვი იმით დავასრულებ. შევეცადოთ რომ რაღაცნაირად შეუთანხმოთ ჩვენი ცხოვრება აი ამ სწავლებას. ცირედით მაინც ერთმა დაგლოცო და გავხსნით.